თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მესამე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცერტები თბილისის კონსერვატორიის დარბაზში ჩატარდება. ღონისძიებებში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია ქართული მუსიკის საღამოები. ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს თამარ ლიჩელსა და ვალერიან შიუკაშვილთან ერთად იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ჰოლანდიური საფორტეპიანო დუეტი სკოლტეს და იანსენსი შეასრულებენ. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 23-დან 25 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალი ნელ-ნელა ხდება მასშტაბური. წელსაც როგორც წინა წლებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები. მინდა ყველაზე დიდი მადლობა მოუხადო ორგანიზატორებს. ველით რომ ასე ვთქვათ დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი იქნება ფესტივალის გარშემო. აღსანიშნავია ეს ფესტივალი აგრეთვე იმითაც, რომ მეორე დღე მთლიანად დაეთვალა ქართულ მუსიკას და ქართულ მუსიკას გარდა ჩვენი აღიარებული პიანისტებისა თათა ლიჩელის და ვაკო შიუკაშვილის გარდა შეასრულებენ სწორედ უცხოელი მუსიკოს შემსრულებლები.